გოგოებო, აუზზე ჩავეწერე, თუ ამაზე საცურაო კოსტუმით მოვალ, ფიქრობთ რომ ბიჭებს მოვეწონები? კნოპა, რას ფიქრობ საერთოდ? ხომ იცი ბიჭებს უნდა მოსწონდე შენი სულის და ტვინის გამო და არა საცურაო კოსტუმის. ვა, იანა, ვინ ლაპარაკობს? მოკლედ გოგოებო, ჩემთვის ვიყიდე, მაგრამ ცოტა პატარა მაქვს, ამიტომ ვის გინდათ? მე. ლეილა, ნახე, მე უარი მითხრა საცურაო კოსტუმზე და ახლა თვითონ სჭირდება ესენი. ხო, კნოპა, ნუ გიკვირს ეს ხომ Yana, რომელი გინდა, ვარდისფერი თუ ნაცრისფერი? ვარდისფერი მომეცი, აუ ძალიან მაგარია, მადლობა. შენთვის პატარაა, მაგრამ მე ზუსტად მაქვს. ესეც პატარა ხომ არ გაქვს, მომეცი რა. Yana, მთელ ჩემს გარდერობს ვერ მოგცემ. კნოპა, შენ ხო არ მოგწონს ესენი, გინდა? არა, დიანა, მადლობა, მე მაქმანი მომწონს. ვა, გოგოებო, რა ჩაულებრივად განიხილავთ ამ ყველაფერს. ჩემთვის ცოტა ზედმეტი არის. კარგი რა, ლეილა, ისე ნუ გამოყავს თავი, თითქოს ასეთი არაფერი განგიცდია. მოკლედ, გოგოებო, ვის გინდა ჭამა, ძალიან მშია უკვე. დიანა, მიყვარხარ, აი ზუსტ დროს თქვი მართლა. მხოლოდ შენი კუჭი არ არის ცარიელი, მე ძალიან მშია, წავიდეთ. რაო, რა მითხრა? ლეილა, არ გინდა რა, დიანამ სიმართლე თქვა. აუ, კნოპა, მე მაინც არ ვარ შენაირი და ესე გამომწვევად არ დავდივარ. გოგოებო, გეყოფათ მოხუცებივით კამათი, წამოდით, ჭამოთ. დიანა, წავიდეთ, მაგრამ ჩვენი ბიჭები როგორ არიან? მოიცადე, იანა, შეიძლება ერთხელ ისე ვიჭამოთ, რომ არ ვილაპარაკოთ ბიჭებზე? კნოპა, შენი საერთოდ არ მესმის, მართლა ოღონდ რა. იცი რა, უბრალოდ დიდი ვითიფიქრე. დიანა, მადლობა ძალიან დიდი. თუ კიდე რამე პატარა გექნება, მითხარი. კარგი, იანა, გავიგე. ნახეთ, ჯული მდომარიოს ამ რა დაწერეს. დღეს პაემნებზე მივდივართ, წარმატება გვისურვეთ. კიდევ ერთი პოსტი დადეს, ნახეთ. დღეს ვაკოცებთ. რა? ესეთ პოსტებს რატომ დებენ? არ ვიცი. კარგით, გოგოებო, კვერცხი, ყველი, კეფირი, ვის რა გინდათ? კვერცხი, ყველი, კეფირი, დიანა, სასისკებს ვერ მოხარშავ, ან პიცას? Yana, ესე თუ გააგრძელებ სოსისების და პიცის ჭამას, მაშინ ეს დიანას საცვლები შენთვისაც პატარა გახდება. ამიტომ ცოტა ფრთხილად. რატომ აწუხებ? რაც უნდა ისჭამოს? ეგ სიგამხსრე არ არის სილამაზე. აი, ამეებით რა იგულისხმე? გოგოებო, ახლა მივირთვათ და მერე ჩემ გარეშე მოგიწევთ ყოფნა. დღეს დასვენების საღამო მაქვს. აბაზანა სანთლებით. ვა, დიანა, რა კაია? ხო, კარგად დაისვენებ. და გოგოებო, ძლივს თვალებისთვის კარგი კრემი ვიყიდე. ახლა აღარ მაქვს შაშავებული. იცით გოგოებო, დედა ჩემი მეუბნება, რომ მატრასის გარეშე უნდა მეძინოს. რა? რატომ? იმიტომ, რომ წელში მოხრილი ვარ. ლეილა, ოღონდ ეგ დედა ჩემს არ უთხრა, მეც დამაძალებს ეგრე ძილს. ეს კორსეტი ისედაც მიკეთია უკვე. დიანა, ნუ იტყუები, ეგ შენი კორსეტი სულ რამდენჯერ მეგეცვა. კნოპა, კარგი რა, ნუ ცდილობ ახლა რომ ჭკვიანი იყო. შენც უნდა გაასწორო შენი ზურგი. ვა, გოგოებო, ვინ მოვიდა? ვა, დიანა, ამ სახლს თაფლი წაუსვი, ყველა აქ მოდის. ჯანდაბა. ნეტა თუ ჩავეტევი დიანას საცვლებში. ლეილა, წესიერად. უკან გავაბრუნებ ნებისმიერს, ვინც აქ არის. გოგოებო, ნახეთ ვინ მოვიდა ჩვენთან. შოკში ვარ. თქვენ პაემანზე არ უნდა მიდიოდეთ? ჩვენ გოგონა რომ უკვე იქ იყავით და კოცნაობდით. დიანა, გთხოვ, დაგვეხმარე, გთხოვთ. ბოდიში უცხოებს საპირფარეშოში არ ვუშვებ. ხო, ვერც წყალს მოგცემთ. იანა, თილისმების გჯერა? გოგოებო, ნამცხვარი არ გვაქვს. ნახვამდის. კარგად. დიანა, მოიცადე 2 წუთი, საპირფარეშო არ გვინდა, არც ნამცხრები. და მართლაც პაემნებზე მივდივართ, რამე ტანსაცმელი გვათხოვე. გოგოებო, სერიოზულად? კი. გოგოებო, რისი მოცემა შემიძლია? არც არაფრის. იანას მივეცი საცვალ, თუ გინდათ მასთან მიდით. ჰეი, დიანა, მე ძლივს მეტევა, ამათ არ ჩაეტევათ. ხო, გოგოებო, დიანა, რას მოგცემთ? მართლა სულ სხვადასხვა ზომები ხართ. გოგოებო, არასწორად გილას ხართ. არა, დიანა, არ გესმის, ჩვენ შენი ტოპები ან ელასტიკები არ გვჭირდება. ნახეთ, რომ მამა შენს ძალიან მაგარი ხუდები აცვია და ეგენი გვინდა. გვათხოვე. არა, მოიცადე, მართლა შოკში ვარ, დიანა. აი, მანზე მამა შენის ხუდებით უნდა მივიდნენ? ვაიმე, ეს რა არის? გოგოებო, გადით აქედან. არა, გოგოებო, მაპატიეთ, მაგრამ ჩემი მშობლების ტანსაცმელს ვერ მოგცემთ. ამიტომ ნახვამდის. ოხ, დიანა, შენს დაგჭირდება ჩვენგან რაღაც. ხო, რა ძუნწი ხარ. გოგოებო, ნახვამდის. ჯანდაბა, იანა, რატომ უთხარი, რომ რაღაცები გაჩუქე? დიანა, ხუმრობ? მე მაგათ არც კი ვესაუბრები. აბა, რატომ მოვიდნენ აქ? კარგი, ზედმეტია უკვე, უბრალოდ მიეცი მამა შენის ხუდები. ხო, ძალიან არეულობაა. ანუ რა სითამამეა? პაემნებზე დადიან და მამა შენის ხუდები უნდა აცვა? იქნებ შენს კვატეჟებენ, რა იცი?
ბიჭებო, აქ რა გინდათ? ესენიც პაუნებზე ხო არ მიდიან? დიანა მამამისის უდებს არავის აძლევს. გოგოებო, ცუდი შეგრძნება მაქვს. გამარჯობა გოგოებო, იანა, იცი რომ დედა შენი ყველგან გეძებს? ხო, იანა, ტელეფონს რატო არ პასუხობ? ჯანდაბა იანა, დედა შენი გეძებს. დიანა, ვუთხარი რომ შენთან დავრჩებოდი ამაღა, მაგრამ თხოვა რომ მეორე დილით დავხმარებოდი სახლის დალაგებაში. მოკლედ იანა, დიდი ხანი უნდა დაგელოდოთ. მომისმინე იანა, წარმატებები, სამნი დავრჩით. არა, მისმინეთ აქ დავრჩები, დიმა. დედას ვუთხარი რომ ვითომ რომ მოხვედი, მე უკვე მეძინა და გამაღვიძე, მაგრამ ვეღარ ავდექი. ღმერთო იანა, შეგიძლია წახვიდე სახლში და დაეხმარო დედა შენს და მე ხვალ მოდი და ხვალ. არა იანა, არ მოვიტყუებ. იანა, სახლში შენს გარეშე არ წავა. ჰეი, ბიჭებო, სად მიდიხარ? დავჯდებით და იანას დაველოდებით. იანა, ვაიმე იანა, ახლა ეს ორი უნდა ისხდეს აქ და ჩვენ კიდე ფილმის ყურებას ვაპირებდით. გოგოებო, ნუ ნერვიულობთ და წყნარდით და სხდებიან და წავლენ მალე არ დარჩებიან დიდხანს. ჯანდაბა. ხო, დიანა, შენს ადგილას რომ ვიყო, ამას არა ვიტანდი. იანასაც და ბიჭებსაც ვეტყოდი რომ წასულიყვნენ სახლებში. მოკლედ დიანა, რძიანი ყავა გამიგეთ და მე მწვანე ჩაი. ჯანდაბა იანა, ამ ყველაფერს როგორ ამიხსნი? დიანა, შენთვის რთულია რომ ყავა და ჩაი გააკეთო? არა იანა, იქნებ შენ წახვიდე სახლში. მომისმინე იანა სმაილს დაურეკავ და ეს არ მოეწონება. დიანა, დაურეკე პროვასტის სმაილს, ვისაც გინდა ესენი უბრალოდ აგისხდებიან და წავლენ. მაგრამ იანა, ესენი შენთვის მოვიდნენ. ხო, ლეილა, იქნებ შენ ჩემი მოშორება გინდა უბრალოდ. აბა ბავშვებო, რას უყურებთ? დიანა, მართლა სმაილს დაურეკე. გოგოებო, იცით რა, თქვენ ვისაც გინდათ იმათ დაურეკეთ. მე ავდივარ აბაზანში. დიანა, ახლა აბაზანას მიიღებს? ხო, სანთლებით. დიანა, თუ გინდა შემიძლია სანთლების ანთებაში დაგეხმარო. იცი რა, დიმა, ზუსტად 1 წუთი გაქვს რომ სახლში წახვიდე და შენი საკუთარი სანთლები აანთო. ოჩახ დიანა, ამ ბიჭებს ზუსტად ასე უნდა მოიქცე. ეს ალბათ სმაილია. ახლა შემოვლენ და გაგანადგურებენ. კარგი იანა, მიდი ყავა და ჩაი. მომისმინეთ დიმა და კოსტია, ნერვები არ მომიშალოთ, სახლში მაინც არ წავა. კარგი იანა, მაშინ ჩაალაგე და წავიდეთ, დედა სახლში გველოდება. ეს ხუმრობაა? შეთქმულება მოაწყეთ? აქ რა გინდათ დღეს? გოგოებო, ვინ არის სმაილი მოვიდა? არა, სმაილი არ მოსულა. რა? აბა, თქვენ აქ რას აკეთებთ? რა გინდათ დღეს ჩემგან ყველას? მარუსა, სად ხარ? ჯული, დროზე გამოდი. ჩემი ჯიჯი სად არის? ესენი სულ გაგიჟდნენ? პაიმნებზე არ უნდა წასულიყვნენ? მომისმინეთ ბიჭებო, აქ არც მარიუს არ არის და არც ჯული. ჯიჯი კიდე საერთოდ არ მოსულა. ჩვენი გოგოები პაიმანზე არ მოვიდნენ. დავიფიქრეთ, რომ თქვენთან იქნებოდნენ. ჩემი ჯიჯი სად არის? თქვენი გოგოები დღეს ჩვენთან ტანსაცმელების სათხოვნელად მოვიდნენ და დიდხანს არ დარჩენილად. ამიტომ ჯობია იქ წახვიდეთ და მოძებნოთ, სადაც უნდა დაალდებოდეთ თავიდან. კარგად. დიანა, რას მეუბნები რომ აქ არ არიან? იცოდეთ, სანამ ჩვენ გოგოებს არ ვიპოვით, აქედან არ წავალთ. მარუსა, ჯიჯი. გოგოებო, ჯანდაბა, რა გავაკეთო? პოლიციას გამოუძახო, ხო? არა, დიანა, სმაილს დაურეკე. ხო, და ბროვასტიც წამოიყვანოს. აი, კარგი ვარიანტია. მარუსა, ჯიჯი. ვაუ, ფეხბურთელები, თქვენ აქ რას აკეთებთ? არაფერს, დიმა იანას წასაყვანად მოვიდა. იანა, უკვე დროა, წავიდეთ. არ წამოვალ სახლში თქო, ხომ გითხარი უკვე. ბიჭებო, ვისეძებთ ჯულის და მარიუსას? ხო, ცოტა ხნით მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვათხოვეთ ტანსაცმელები და მალევე წავიდნენ. აბა, იყავით უკვე პაიმნებზე? აქ ჯიჯიც მოვიდა. ჯიჯი აქ არც ყოფილა. სმაილ, ძლივს. ბროვასტი სად არის? ბროვასტის მიუწერე, მაგრამ მესიჯი არ წაიკითხა. აბა, სად არიან? იქ. კარგი დიანა, ჯერ ბურთი დამიგავ. კარგით, აბა მეგობრებო, ერთდროულად ყველა გარეთ გადით. ეს მართლა ღია სახლი კი არ არის. ახლა დიმა და კოსტია მართლა წავლენ აქედან. ჩემი ბროვასტი მოვიდა. რა სად არის ბროვასტი? იანა, ბრაუსმა არ მიპასუხა. მოკლედ, მეგობრებო, საკმარისად გასაგებად არ ვთქვი, ყველანი გარეთ გადით. კარგი, გავიგეთ, მივდივართ. მე უბრალოდ ჯიჯის ვეძებ, ხოლო ჩვენი გოგოები დავკარგით. ხო, კარგი, ჩქარა გადით აქედან. ხო, გავიგეთ. ეს ნახე სმაილ და შეგიძლია დიმას და კოსტიასაც უთხრა რომ წავიდნენ არ მიდიან. დიანას სახლში შეკრება მოაწყეს. ჯანდაბა ბროვასტი მიპასუხე, სად ხარ? აიღე. დიმა, კოსტა, თქვენ არ გესმით? საერთოდ ჩემ შეყვარებულთან ასე გვიან რატო მოხვედით? ხო ბიჭებო, ზედმეტის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს. გითხარით რომ წასულიყავით, თორემ სმაილს დაურეკავდი. ხო და დავურეკე. შენ შეყვარებულთან არც მოვსულ ვარ, იანასთან მოვედი. ო, დედა ჩემმა იანასთვის გამომაგზავნა. იანა, წავიდეთ. მეგობრებო, ეგ საერთოდ არ მადარდებს. დროზე სახლიდან გადით. გაიგეთ ბიჭებო, ამიტომ წადით აქედან რა. ხო, მართლა გესმით? მიდით. მომისმინე იანა, ხო გითხარი, შენ გარეშე არსად არ წავა? დიანა, იანას გარეშე არ მიდია. გავიგე იანა, რომ ესენი შენ გარეშე არსად არ მიდიან, ამიტომ წადი სახლში და ხვალ მოდი და დაიძინე ჩემთან. ხო, იანა, თორე აქ საბავშვო ბაღი მოეწყო. ან დედა შენს დაეთხოვე. ახ, დიმა, ყველაფერი შენი ბრალია.
კარგი დიანა, ჩემ გარშე არაფერი დაიწყოთ, წავალ სახლში, დედაჩემს დაველაპარაკები და მოვალ. წამოდით ახლა, ჩქარა. მეგობრებო, იმოძრავეთ. სმაილ, მადლობა, შენს გარეშე სახლიდან ვერ გავაგდებდი. ხო, რატომღაც დღეს შეკრება მოაწყეს ამ სახლში. დიმა, კარგად მომისმინე, კიდევ ერთხელ თუ გნახავ დიანას სახლთან, ან მით უმეტეს სახლში უკვე პრობლემა იქნება. მომისმინე, თავი დამანებე, მე ჩემი დისთვის მოვედი. კარგი, მე მაინც გაგაფრთხილე. მადლობა, სმაილ, კიდევ ერთხელ გინდა ჩაი გაგიკეთო? არა დიანა, სახლში წავალ, სამეცადინომა. კარგი, უბრალოდ სახლში არავინ აღარ შემოუშვა. კარგი, კარგად. ძლივს ეს კოშმარი დასრულდა. ხო, გოგოებო, სმაილი რომ არ მოსულიყო, მართლა არ ვიცი რას ვიზამდი. ძლივს შემიძლია ახლა შხაპი მივიღო. კარგი დიანა, სანამ შენ შხაპს იღებ, მე და კნოპა ავარჩევთ ფილმს. სმაილ, იანა, დიანა, სმაილ, თქვენი მესიჯები წავიკითხე. ჩემგან რა დახმარება გჭირდებოდათ? ანაკ რა მოხდა? სად ხართ ყველა? ვაუ, უცნაურია. მოკლედ, კნოპა ამ ფილმს მინდა ვუყურო, ორი ნაბიჯი ჩორს ქვია, მაგრამ ძალიან სევდიანია. მე რა მინდა რომ ეს ემოციები გამოცადო. კარგი, დიანას დაველოდოთ და სამივე ერთად ვიტირო. იანა, რატომ გადაწყვიტე დამალობანას თამაში? ეს რაღაც ხუმრობაა? სად ხართ ყველანი? სმაილ, იცოდე, მაგრა დაგერხევა თუ დაგინახე, მომწერა, მოდიო, მეც მოვედი და ახლა თვითონ არ სადარჩანს. კარგით, მეგობრებო, მეხუმრებით? სად ხართ? აქ არავინ არაა. აჰა, ესე იგი აქ იმალევით, ხო? იანა, მაგრა შეგაშინებ. ბროვასტიაკ, რას საკეთებ? გინდოდა რომ ჩემთვის გეკოცნა? სმაილს და იანას ყველაფერს მოუყვები, იცოდე, გადი აქედან. დიანა, არ მინდოდა, მეგონა რომ იანა იყავ. იანა გეგონე თურმე არა? კარგი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერს მოუყვები მართლა, იანასაც და სმაილსაც, წადი აქედან. რა მოხდა? ბროვასტი დიანას ეფლირტავება? ვაიმე, ეს უკვე ზედმეტია. დიანა, გამიშვი. იცით რა გოგოებო, ჩემი კოცნა უნდოდა, მაგრამ მე გავაგდე აქედან. მორჩა, აქედან მივდივარ, ვერაფერი გავიგე. ბროვასტი, წადი აქედან. დიანა, რატომ შემოუშვი საერთოდ? და იანა სად არის? გადი! ვაიმე ბავშვებო, დღეს მართლა შოკში ვარ. თუ სმაილი ამ ყოველს გაიგებს, მართლა დასასრული იქნება ჩემთვის. კარგით, გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და აბა შემდეგ ეპიზოდებში გნახავთ. კარგად! აბა გოგოებო, დღეს რომელი ჩავიცვა, ამარჩევინეთ. დიანა, ეს მე მგონი საკმარისი არ არის. კიდევ ერთი 10-5 მოიტანე და მე ავარჩევთ. ხო დიანა, რაში გჭირდებოდა ამდენი რომ მოიტანე? მე არც ერთი არ მომწონს მაგალითად. სიმართლე თუ გაინტერესებს, მე ის მომწონს, ჯინსის ნაჭერი რომ აქვს გადაკრული. ღმერთო გოგოებო, უბრალოდ მეგობრებო, არ გესმით რომ აუცილებლად უნდა ავარჩიო ერთ-ერთი. დღეს მე და სმაილს გვაქვს პაემანი და მივდივართ რესტორანში. ჩემ გარდა იქ სხვა გოგოებიც იქნებიან და ყველა უნდა დავჩრდილო ჩემი სილამაზით, ხომ გესმით არა? კარგი, მაშინ დიანა, ეკლებიანი აიღე. ვეთანხმებითან რომ რამე ერთი ფეხის გაქნევა და მორჩა. არა გოგოებო, მოდით ეგ არ გვინდა, შესახედავად ცოტა საშიშია, სხვაგან ჩაიცვამ, მაგრამ პაემანზე არა. ხო გოგოებო, მართალია, ეკლები პაემანისთვის არ არის. მაშინ, ამათ ჩავიცვამ, ძალიან საყვარლებია, თან სწორი არის პაემნისთვის. ძლივს აარჩია დიანა ფეხსაცმელი. ხო, გილოცავთ. კარგი დიანა, საყვარელი ფეხსაცმელი კი შეარჩიე, მაგრამ ზევით რას ჩაიცვამ? არაფერი არ გაქვს ჰუდის და დახეული ჯინსის გარდა. გოგოებო, ახლა მეწყინება, შეიძლება კაბები არ მაქვს, მაგრამ ძალიან საყვარელი ტოპი მაქვს. მოიცა? შეხედეთ როგორია? კარგით, ერთი წუთი. ამას შეხედეთ. ნახეთ რა საყვარელია, წინას ჯობია მე მგონი არა? კაი, ამას არა უშავს. სხვა კიდევ რა გაქვს? თუ გინდა რომ ყველა დაჩრდილო, რამე სხვა უნდა ჩაიცვა. გოგოებო, თქვენით გაოცებული ვარ, საერთოდ არ მეხმარებით. მე რომ მივდიოდე პაემანზე, რამე მოტკეცილს ჩავიცვამდი ალბათ. იანა, რამე მოტკეცილი რომ ჩაიცვა, იდეალური ტანი უნდა კონდეს. მე მაქვს იდეალური ტანი. ხო, მაგაზე არ შეგეკამათები. კარგი ნასტია, ნუ ხუმრობ, გაჩერდი, ყველა გაჩუმდით. დიანა, გვანახე კიდევ რა გაქვს. გოგოებო, ნახეთ, ესეთი კავა მაქვს, მე მგონი ძალიან საყვარელია, არა? ჩავიცვა ეს? დიანა,
ეს კაბა კი ძალიან საყვარელია, მაგრამ პაემისთვის ნამდვილად არ არის გრძელია. ხო, თან შეგიძლია რამე ნორმალური იპოვო, პაემანზე მიდიხარ, ყველას დაჩრდილვა გინდა, სასეირნოდ კი არ მიდიხარ. კარგით, გოგოებო, მესმის, მაშინ თქვენ მითხარით, რა ჩავიცვა პაემანზე? დიანა, რამე უკეთესი და უფრო მოკლე. მოკლე? კარგი, მე მგონი რაღაც მაქვს. აჰა, ახლა დიანა გვაჩვენებს თუ რას გულისხმობს უფრო მოკლეში. მე რო პაემანზე მივდიოდე, აი, ნახეთ, ესეთ ქვედა ბოლოს ჩავიცვამდი და ცოტა რომ დამფაროს რა. Yana, შენი აზრით ესეთი ქვედა ბოლო რამეს დაფარავს? კარგი გოგოებო, ამორჩევინეთ, აქ ბევრი რამე დევს. აბა ეს არა, შემდეგი. კარგი, მაშინ ეს თეთრი არა, დიანა, გაგძიე. კარგი, მაშინ ეს დიანა ძალიან მოკლეა. აბა ეს ეგეთები მოდაში აღარ არის. კარგი. ეს არა, ძალიან მოკლეა რა არის? კარგი, იქნებ შავი. არა, ეს რა არის? წინ არის მოკლე, უკან ხო გრძელია. კარგი, მაშინ აი ეს. არა. ქვედა ბოლო შეიძლება. არა, დიანა, ეს რა არის? გოგო, ბაბა, რა ჩავიცვა მაშინ? დიანა, ის თეთრი ტოპი ჩაიცვია, ბა? ხო, მაგრამ დიანა, თუ ზედა ამოღებულია, მაშინ იცოდე ქვედაც ამოღებული უნდა იყოს. რა, სულ გაგიჟდი? არა, პირიქით, თუ ზედა ამოღებულია, მაშინ ქვედა დაფარული უნდა იყოს. კარგი, დიანა, მაშინ შენი ჯინსი ჩაიცვი. ხო, გოგოებო, ეგ სწორი გადაწყვეტილებაა, ტოპი და ჯინსი. მაგრამ სიმართლე რო ვთქვათ, დიანა ჯინსებში სხვას ვერ გაჩრდილავს, მაგრამ აი ეს ქვედა ბოლო რომ ჩაეცვა. არა, Yana, შენ თუ გინდა შეგიძლია ჩაიცვა ის ქვედა ბოლო, მაგრამ დიანა უფრო წარმოსადეგია. ხო, გოგოებო, ჩვენ ყველა წარმოსადეგები ვართ. აბა გოგოებო, დამეხმარებით? კი, დიანა, მოდი. მის მინე დიანა, შენი შავი კამარი ზუსტად წავა ჩემს შავ კაბაზე, მათხოვებ? გთხოვ? არა, ლეილა, არც იფიქრო, დღეს მივდივარ პაემანზე და მე მჭირდება. იცით რა გოგოებო, ეს ტოპი მე ძალიან მომწონს, მაგრამ ცოტა მაჭერს. დიანა, შენ კარგად გააქვს? ნასტია, მომეცი აქ, დიანა უნდა გაემზადოს. ნასტია, რას გულისხმობ, მეტევა თუ არა? საერთოდ შოქში ვარ, ყველას თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. გამიხსენით. დიანა, მე ხო მოგუყვები, როგორი რომანტიული იქნება თქვენი ვახშამი. ხო, ისე საინტერესოა, რომელ რესტორანში დაგპატიჟა სმაილმა. იმედია აქ ჩვენთან რო პარკია, მან საცხობში არა. არა, Yana, საცხობში არა, ყველაზე ძვირ რესტორანში. დიანა, უბრალოდ დარწმუნდი, რომ შენ არ მოგიწევს მე ამ ყველაფრისთვის გადახდა, იმიტომ რომ სმაილი ყოველთვის ყველაფერს ხვის ხარჯზე აკეთებს ხოლმე. მომისმინეთ გოგოებო, ცუდად ნუსაუბრობთ ჩემ სმაილზე. საერთოდ არ მესმის, რატომ არ მოგწონთ ასე ძალიან? და რომც არ მოგწონდეთ, სარკაზმს ნუიყენებთ მის წინააღმდეგ. დიანა, არ მესმის, ესე რატომ ყვირი ხარ? ვერ ხვდები, რომ ყველას შენი სმაილი ვერ მოეწონება? დიანა, იცი რა, ყველამ ვიცით როგორიც არის აქ შენი შეყვარებული და იდეალური რომ არ არის. ხო, აი ჩემი ბროვასტი იდეალური კაცია. კაცი? ხო, კარგი ბიჭი. გოგოებო, უბრალოდ შეეშვით ჩემ შეყვარებულს. კარგი დიანა, ყველამ დავხუროთ ეს თემა და ახლა წადი პაემანზე. აბა გოგოებო, რას ფიქრობთ? ახლა ყველას გადავჩრდილავ? რა თქმა უნდა. კარგი, აიღე ჩანთა და წადი უკვე. ხო, სმაილი მოვიდოდა უკვე ჩემთვის. კარგით გოგოებო, წარმატება მისურვეთ. მიდი, უბრალოდ არ დაეცე. როგორი მოუხერხებელია. სმაილ, დამელოდე. მოვდივარ, სმაილ. რა თქვენ აქ რა გინდათ? რა იყო, ვინმე სხვას ელოდებოდი? ხო, დიანა, დღეს პაემანი აღარ გაქვს. შენი სმაილი ჩვენ შეყვარებულებთან ერთად პარკში არის, რაღაცას აწყობენ, ვერ გავიგეთ. ხო, დიანა და შენ ესე გამოეწყე. გოგოებო, სერიოზულად, მომისმინეთ. თუ არ მოგწონთ ჩემი სმაილი, ტყუილებს მაინც ნუიგონებთ მასზე. იცით რა, ჩემს პაემანს დღეს თქვენ საერთოდ ვერ გაანადგურებთ, გაიგეთ? დიანა, რა მოხდა? აი ეს ლამაზმანები მოვიდნენ აქ და ჩემს სმაილზე ცუდად ისაუბრეს. თურმე სმაილი ამათ შეყვარებულებს პარკში ეჩხუბება თუ რაღაცას აკეთებს. დიანა, მასზე ცუდად არ ვლაპარაკობთ. ფაქტს ვიძახით. მისმინეთ გოგოებო, თქვენი ბრალი არ არის მართლა, რომ წესიერი შეყვარებულები არ ყავთ და უბრალოდ რბილი შეყვარებულები ყავთ, ვინც თავიანთ თავს ვერ იცავენ. რა, რბილიო? იცით რა, ჩვენი ბიჭები საერთოდ არ მისულან, სმაილი მოვიდა. ხო, ჩემს დათუნიასაც ის დაესხა თავს, თურმე დრედები არ მოეწონა. და ჩემი პატრიკი, რას დაუშავებდა? წარმოიდგინე, პატრიკი ყველაზე საყვარელია. ხო, დიანა, გახსოვს რა გითხარი? ყველა შენი სმაილი ვერ მოეწონება, იმიტომ რომ ნარცისია. ხო, მაგრამ დღევანდელობაში გიწევს რომ ნარცისი იყო. ჩემი ბროსტიც ნარცისია, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. ამიტომ გოგოებო, წადით ახლა აქედან, იმიტომ რომ განწყობა ისედაც ჩაგუშხამეთ. კარგი, შეხედეთ, მივდივართ, მაგრამ ჩვენ მაინც გითხარით. მაგრამ აუხსენი სმაილს, რომ ასე მოქცევა არასწორია.
კარგით გოგოებო, გეყოფათ, წავედით. ვაიმე ძლივს ნახვამდის და აღარ დაბრუნდეთ. კარგით გოგოებო, ახლა ტაქსი უნდა გამოვიძახო, სმაილი ალბათ უკვე რესტორანში მეოლდება. და ისე საერთოდ ფიქრობთ, რომ რაც თქვენ სიმართლეა? დიანა, შეიძლება. ხო, დიანა, ზოგჯერ შეუძლებელი შესაძლებელია. საერთოდ დამღალეს უკვე ძალიან. ხო, გამაღიზიანებლები. კარგით გოგოებო, ტაქსი 10 წუთში მოვა. დიანა, უცნაურია, რომ სმაილმა არ მოგაკითხა. დიანა, ისე შენს ადგილას სამშუაღამისას ტაქსით არ წავიდოდი. яна, გამოიძახა უკვე, კაი დროსია. ისე გოგოებო, რო დაფიქრდი, კარგიც არის, რომ არ მომაკითხა, თორემ ასე წასვლა რესტორანში მოტოციკლზე, თან მაღალქუსლიანები მაცვია. ბევრად მირჩენია, რომ ტაქსით წავიდე მართლა. აი დიანა, შენი სმაილიც ამ მოტოციკლით მოგიწევს წასვლა. ხო, მაგარი იქნება. ჯანდაბა. გამარჯობა სმაილ, ბიჭებო. დიანა, მომისმინე, შენი ღიმილი დაიწყნარე. ვა, ესე იგი გამოწყობილი ხარ, სად მიდიხარ? არა, ნორმალურები ხართ. ყველა ამ ჩემ სმაილს რატო გადაეკიდეთ? მოგვისმინეთ ბიჭებო. ახლა სმაილი მოვა და ასე ვეღარ ისაუბრებ. არა, ის აქ არ მოვა. ის პარკში ძალიან დიდ ჩარში გაეხვევა. ჩვენ უბრალოდ გოგოებთან ერთად მოვდიოდით. ბიჭებო, რადგან ამბობთ, რომ ვიღაც გოგოებთან სეირნობდით, ესე იგი ტყუილია. ხო, ვიღაც გოგოები გამოიგონეს უცბად. კარგით რა, ოცნების საშუალება მიეცით. მოკლედ ბიჭებო, არ მესმის თქვენი, თუ მართლა სმაილი ყველას დაერია და ცემს, თქვენ აქ რას აკეთებთ, რატო არ უმკლავდებით? დიანა, თუ არ გადარდებს, მაშინ კარგი. შენ შეყვარებულზე თუ საერთოდ არ დარდობ, მაშინ ამას ჩვენ თვითონ მივხედავთ. კარგი ბიჭებო, წადით უკვე. ხო, თქვენს გოგოებთან. არა, გოგოებო, ეს რაღაც ხუმრობა არის მართლა. უკვე აღარ ვიცი, წავიდე თუ არა საერთოდ ამ პაემანზე სმაილთან. ან იქ იქნება თუ არა. კარგი დიანა, დამშვიდდი, ახლა ტაქსი მოვა, ჩარჯდები, წახვალ და ნახავ სმაილს შენი თვალებით. ხო, დიანა, დარწმუნებული ვარ, რომ ესე უაზროდ იტყუებიან უბრალოდ. გაიგეს, რომ შენ და სმაილი პაემანზე მიდიხართ და ეჭვიანობენ. ხო, თან ვეღარ მიეჩვია უკვე, ყველაფერს იზავენ, რომ ჩააშხამონ შენი პაემნები. არ ვიცი, გოგოებო, ეს ყველაფერი არ მომწონს, თან არაფერი მესმის. რა აქვთ ჩემი სმაილის საწინააღმდეგო? დიანა, შენი ტაქსი მოვიდა. ხო, კარგი, აბა გოგოებო, წავედი. წარმატებები. საყვარელო, ჭირდები. დიანა, სმაილს წყალი მიეცი, წყალი ჭირდება. აჰა, მოვიდა. აი, ახლა დიანა მოტოციკლზე დაჯდება. დიანა, გაჩერდი, ბროვასტიც აქ არის. რა? ბროვასტი? სმაილ? ღმერთო ჩემო ბიჭებო, რა გჭირთ? ბროვასტი. რა დაგემართა? არ ინერვიულოთ, ხელებს დავიბანთ, პირს დავიბანთ და მე უბრალოდ სახლში წავალთ. ბროვასტი, რა დაგემართა? რა მოხდა? მითხარი ვინ გაგაბრაზდა და მე ვაჩვენე. ყველაფერი კარგადაა? ღმერთო ნასტია, მე მგონი სმაილი მართლა არ აპირებდა პაემანზე წასვლას. ხო, ტანსაცმელიც კი არ გამოუცვლია, თან როგორი დასრულია. სმაილ, ესეთი დასრული რატომ ხარ? ან შენი კალათბურთელის ფორმაში რატომ ხარ? იცი რა, მე ტაქსი გამოვიძახე, რომ რესტორანში წავსულიყავით. საერთოდ აქ რას აკეთებ? დიანა, საშინელება იქნება, მაგრამ არ ჩაერი. საყვარელო, საერთოდ დამოვიწყდა ჩვენ პაემანზე. სმაილ, გაჩერდი, ჩვენი პაემანი რანაირად დაგავიწყდა? არა, მართლა, ჩემი გონებიდან საერთოდ გაქრა. პარკში მივდიოდი და პაემნისთვის ვემზადებოდა და შემდეგ ამ ლუზერებს შევხვდი. შენც ხო კარგად იცნობ, ისევ რაღაც შარი მომდეს და პაემანი საერთოდ დამოვიწყდა. აი დიანა, ხომ გითხარი, რომ სმაილი არავის არ მოწონს? მოკლედ, სმაილ ნახვამდის. უნდა გაიგო, რომ ყველა ჩვენი სკოლელი ჩემთან მოვიდა დღეს. მეუბნებოდნენ, რომ მათ შეყვარებულებთან ჩხუბი ატეხე და მე არ მჯეროდა მათი. მეგონა რომ იტყუებოდნენ, მაგრამ მართალი ყოფილა და ამ პაემნისთვის საათ ნახევარი ვემზადებოდი. ბროვასტი, ეხლა სწორად მითხარი, რა მოხდა? ფრედებიანმა ჩაიერა თავის შიდთან ერთად, სმაილს გაეცინა, იმან კი დაგვასკინდა. ამ დათუნიამ? აი თურმე ჯულიმ, ვისგან ისწავლა ეს ფურთხება? ანუ ბროვასტი, ახლა უნდა შეხვიდე და შხაპი მიიღო. წადი, ჩქარა. დიანა, შეიძლება სახე დავიბანო. იცი რა სმაილ, საერთოდ მიკვირს როგორ დაგავიწყდა ჩვენი პაემანი, ანუ საერთოდ არ გიყვარ ვარ? ხო, დიანა, ვიცი, ცუდი შეყვარებული ვარ, მაგრამ ერთი რაღაც ვიცი, რომ მიყვარხარ. სმაილ, ჩიტმა მეც დამასკინდა. აჰა, ესეც აქაა. ჩვენი გესმის სმაილ, აქ მოდი. ახლა ჩვენ ყველანი ერთად გაგიმკლავდებით საერთოდ. პატრიკ, რა გითხრა სულელი? არა, ლუზერი. მოიცადე ჯიჯი. არტემ კიდევ რა გითხრა გამახსენე? რომ ჩემი ფეხები ძალიან მაგარია. არტემ რას ხუმრობ? მხოლოდ გოგოებს აქვთ ლამაზი ფეხები. მისმინე დათუნია, კიდევ შენ დრედებზე მან რა მითხრა, თქვა? რომ ნამდვილი დრედები არ მაქვს. ჰეი, სმაილ, საერთოდ იცი ეს დრედები რა ღირდა? იმა გარკვია კარგად რა თქვა და ჩაფხუც გავამზადებ სიურპრიზისთვის. კარგით, ახლავე ვნახავ ამ სმაილს. ბროვასტი, რამიც დაგიხმარო? ხო, მიდი დამეხმარე. კარგი, მოვდივარ. ჯანდაბა სმაილ, აქ რატომ მოიყვანე? აქ გინდათ რომ გააგრძელოთ? სმაილ, აქედან ახლა ყველა გარეთ გაიყვანე. ჯანდაბა დიანა, რამდენი პრობლემაა? საერთოდ როგორ უძლებ? საყვარელო, არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებ. დამარცხებულებს ეგონათ, რომ ერთად რომ მოვიდოდნენ, შემეშინდებოდა. გამოდით, აბა ყველაფერი გავარკვიოთ. ბრაუს, სად ხარ? წავედით. გავიდეთ გარეთ, წამო. სულ ტყუილად.
ჯანდაბა გოგოებო, აი ჩემი მაგარი პაემანიც, მაინც მადლობა რომ გამზადებაში დამეხმარეთ. კარგი დიანა, არ გეწყინოს, ეს ხო იცი სმაილია, როგორიც არის, ხო იცი? ხო, ცუდი შეყვარებული. ხო, კარგით, მოკლედ აღმოჩნდა რომ შეყვარებული კი არა, უბრალოდ ცუდი ბიჭი მყავს. კარგით, დალაიქეთ ეს ვიდეო. გოგოებო, გამომყევით და დამეხმარეთ.იანა, ეგ ბროვასტი გააგდი აქედან, საერთოდ არავის დანახვა არ მინდა დღეს. აი დიანა, ხომ გითხარით რომ შენი სმაილი არავის მოწონს? მოკლედ, სმაილ ნახვამდის. საერთოდ გესმის დღეს რამდენი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ ბროვასტი ზუსტად მითხარი ახლა რა მოხდა? ო, იმ ქათამს წრედები ქონდა. მომისმინე და თუნია.